დღეს შევერკილები ლევას საგინაშვილს. არა, ფიზიკურად არ შევერკილები, ჩვენ გამოვსით 3 სხვადასხვა სფეროს. პირველი იქნება სროლა, მეორე იქნება ხინკლის მოხვევა და ჭამა და მესამე იქნება არსი მანქანები. სათხარ? კაია, ბოლო მომეწონა. მეორე და პირველი არა. კი, ყველა კაია. ეს სამი სხვადასხვა აქტივობა არის სხვადასხვა ადგილას, ამიტომ ჩვენ დამატებით შევეჯიბრებით თუ ვინ უფრო ჩქარა მივა ამ ადგილას. მე წავა ველოსიპედით, ლევან წავა მანქანით. ორმაგი შეჯიბრება აქვს. დავითვლით ფულებზე, ვინც მოიგებს ეგრევე გამარჯვებული და გადავცემთ სიმბოლურ პრიზს. წავედით ახლა სიმბოლდება პირველი დავალება. აი და პატარა ხელი მაქვს, ორი ხელი. ჩვენი პირველი დავალება არის სროლა. სადაც არხი პრაქტიკული სროლიდან წარმომადგენელი გიორგი გაგნიძე გაგვიწევს ინსტრუქტაჟს, ჩაგვიტარებს პრაქტიკულ ნაწილს და შემდეგ უკვე ჩაგვიტარებს შეჯიბრს. მადლობა. ყველა იარაღს უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც დატენილს. თითი სასხლეც გარეთ და ლულა უსაფრთხო მიმართულებით. სანამ გასროლას არ დააპირებთ, თითი უნდა იყოს სასხლეც გარეთ. ყოველთვის იარაღი უნდა იყოს ცველზე. ამ წესებს დღეს დავიცავთ. ამოვედი, ცველი მოვხსენი, მოვარტყი, ცველზე ავიყვანე, დავუშვი. სულ გვაქვს ექსი გასროლა, აქედან 2 გვაქვს მუყაოს აზონაში, უნდა მოვარტყათ. დროთი ვთვლით იდეაში ჩვენს, ასე ვთქვათ, შედეგს. პირველი მუყაოს მერე გადმოდიხარ შუაში გონგზე, რომელიც არის 50 მეტრზე და უნდა მოვარტყა ორჯერ. ანუ რამდენიც გინდა ესროლე, სანამ არ მოხდება და სანამ ვაზნები გაქვს. მაგის შემდეგ გადმოვდივართ მარჯვენა მუყაოზე, ვეშვრით მანდაც 2 გასროლას იგივე წესებით. მერე საერთო ჯამში დავაჯამებთ. ვისაც უკეთესი დრო ექნება, იმას შეხვდება კამფეტი, ხო? რაღაც ეგრე. დავიწყოთ? წავედით მაშინ. წავედით. პირველი ვიდის? საერთოდ კალიფსით მომეხომე შესასვლელში შესვლას. ოკეი. ზათარ? ზად. ყურადღებით. მოხდა? არა. მოხდა? კარგი ხარ. განმოვხდოთ. კიდე ჩამოვაგდე. ეხლა წავიდეთ და ვნახოთ მორწმები, რომ ვიცოდეთ 25-74 იყო დრო. ეს არის შენი აზონები. კაია. ორივე აზონაშია. აქაც 1 და 2. აა, მგონი შანსები მაქვს. ესე იგი, დრო იყო 25-74 ჯარების გარეშე. იხარია. იქნება ამაში მაინც გქონდეს შანსი, თორე ჭამაში არ ექნება შანსი. კაი, დატენე. გადატენე. შახედე რომ დატენილი არის. კი ბატონო. ყურადღებით. მოხდა? არა, მეორეც ვაყოლე. მოხდა? ოპა, 95 იყო ეს. წავაგე. აზონებია 2. ამაზე მერე ლიჟბი გავარტყი, რომ ეხება. ესე იგი, 5 წამიანი სხვაობით გაიმარჯვა. 30-95 ეს ამოწერით არ გაუშვით, მაგას გამცინე. ხო. ჯერჯერობით 1-0-ია. ეხლა უკვე დროა მივიდეთ მეორე ლოკაციაზე, სადაც შევეჯიბრებით უკვე ხინკლის მოხვას და ჭამაში. მე მიდივარ ველოსიპედით და ლევან მიდის ვაკარით. ვნახოთ ვინ მიასწრებს. კაი, მზად ხარ? აბა რა. წავიდა 1 2 3 წავედი. წინ დავინახე. ზონ ჩაუყიდა. გზა ვერ ჩამიჭერი, ვერ ჩამიჭერი. წავიდა. მაგარი გამარჯვებული. არა და ჩვენი იარაღების შეკრება მორჩა და იქ მოვიგე. გზაში სამწუხარო წავაგე და ლევანმა მომიგო. თუმცა დიდი სხვაობა არ იყო. არა, მე რომ მოვედი, მაგრამ ხო, შემდეგი შეკრება არის ხინკლის მოხვევა.
ვის უფრო ლამაზი ხინკალი ექნება და მე ვინც უფრო ჩქარა შეჭამს. არ ვიცი ამდენად კარგად შეგერგირები, მაგრამ ქარაჭამაში oni უპირატესობა მაგას სილამაზე არის. სანაირს დასვახო პროფესიონალურად. ეხლა არის ერთ-ერთი ეზაოლება არის სამხურიანი, შევეჯერებით სილამაზეში, სისწრაფეში და ჭამაში. 1 2 3 მე ალებაში მეკრევე. აი სქელი ისინი კი არის. ეხლა ვართ რესტორანში შინაურაში და მადლობა მათ მასპინძლობისთვის. ვაიმე, თქვენ დამავიწყე როგორ? აუ, პირიქით დავიწყე. აუ რა ხინკალი. აუ, დამავიწყე ხინკლის მოხო. ეს როგორ არის? პირველად ახვალ? გიცდია? ერთხელ მე რაც მასაჟი. ვაიმე, ძალიან მახინჯად გავმივიდა. რა ლამაზე გაქვს? აუ არა, მეტანი. აუ, ჩემები მომკლავენ რომ დაინახონ როგორი მახინჯი ხინკალი მოახო. როდის ხახო? შენც როგორი ლამაზი გამოგივიდა? არა, მართლა ლამაზი გამოგივიდა. აი, მესამეზე ვართ ორივე. შენახე როგორ ჩხარობს, აი. აკასმე. ის რაღაცა გავაკეთებ და აქცენტი. მაგ ჩეკული. ცოტა იშლება შენი. არ დაიშლება. მოდი ჟიური მოვიწვიოთ. სამი გადამღები ყავს და შეაფასოთ თქვენ რა არის ეს ორს არაუშავს ეს მესამე გამახინჯება. მეცაი ერთ. აი ჯობია სილამაზე. შეხო მოასწარ. მე მოასწარ. ჩვენი ხინკლები თუ მოიხარშება და თუ გადარჩება საერთოდ შენი მგონი დაიშლება. მაგას დაამატეთ 1-20 წელი რა. ჩემი მეგონი გუფთა გამო. ხინკალიც გამზადდა. ოღონდ ჩვენი ხინკალი არ მოხარშის ვიდრე რომ ჩაიშლებოდა. ამიტომ სხვა ხინკალი არის და ამას ეს ჩანგალი არ გვიდა. ცოტას. ტიკ. სო. არა. 1 2 3 დამელოდა. ეს პინდა და. აკავაკეთო. კილოცა. არა ისინი ლაჭამდი რომ პირველი რაზე. აკს შეჭამდი ჩოლები. ეხლა გვაქვს ისე ველოსიპედი და მანქანა შეჯიბრი. თან დაღმართები გვიწევს და შუქრიშნებიც არის და არის შანსი რომ მად მოვიგო. გადავდივართ უკვე შემდეგ შერკინებაში. ზედ ხარ? წავიდეთ? კაი, წავიდა! მოდი ნუ გარბი. ვეძებ პატარა გოგოს. გოგოს. აჰ, შენი. აუ, თუნდაც ჩამეთ. მიდი. მოუმატე. საწავიდე. ჰალკს მომასწარი. ამჯერად მე მოვიგე ველოსიპედად დამატებით 1 ქულა მაქვს. ეხლა ვართ უკვე მესამე ჩელენჯზე, სადაც უკვე დამდარა არსი ქარსის შეჯიბრი გვაქვს და ინსტრუქტორს გაგვიწევს კახა. ესე იგი, გავაკეთებთ 3 ჩელენჯს. იქნება tag of war, მეორე იქნება სლალომი, მესამე გვექნება, რა თქმა უნდა, უკვე წყვილთა წრიული ვოლა. ოღონდ ჯერ გავიაროთ ყველაფერი დეტალურად, რა როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ეს რა ერთხელი ძალები აქვს ორივეს? აბსოლუტურად გენაცვალე, რა თქმა უნდა. შეიძლება პატარა ქვა დავადო ჩემს. პირველი ჩელენჯის დროა და პირველ ჩელენჯს ქვია tag of war.
და ბარემ პატარა რჩევას მოგცემთ. უბრალოდ გაზი არ კმარა. მოაბო. უნდა მოვიგო. ბავშვობიდან მზად ვარ. მოემზადეთ? Go! აბა, მოემზადეთ? Go! დავიდა! შევე. გოდია. მოგეთ, პირველი ჩელენჯის გამარჯვებულია ვერო. მეორე ჩელენჯის დრო არის. ვაყენებთ მანქანას ამ ადგილას და მივდივართ ზიგზაგის სისტემით. ვისაც უფრო პატარა დრო გექნებათ, ის იქნება გამარჯვებული. 3, 2, go! ალბათ უნდა იაროს ველოსიპედი. ასე. ბავშვობაში ამ ფონესიც სათამაშოები და ხა მაგ. ესე იგი მეორე შეჯიბრში გაიმარჯვა ჰალკმა, გახედნეს ჩემი მანქანები სლალომზე და გადავედით მესამე. მანქანები არიან უკვე სტარტის ხაზზე და თქვენი მიზანი იქნება რომ დაარტყათ 2 წრე. ვინც პირველი შემოვა ფინიშზე, ის იქნება გამარჯვებული. აბა ვიწყებთ. 3, 2, go! დავიდა გაიჭერა, მაგრამ აერია ჩაუჭა ჰალკმა ისევე რომ გაიჭერდნენ ორივე ფინიშში. გადავყვეთე. წავაგე. მესამე ჩელენჯის გამარჯვებულია ჰალკი. მოურჩით ჩვენს ჩელენჯს და ჩემი ჩელენჯის გამარჯვებულია ბატონი ჰალკი. ჩემთან შუქებია, თუსაც არა. ძალიან მადლობა კახა შენ. სამივე ჩელენჯმა ჩაიარა ძალიან კარგად და საბოლოო ჯამში რაც დავითვალეთ ის არის რომ მოიგო ჰალკმა. და ჩვენ ჰალკს არ გავუშვებთ ესე უსაჩუქრო და გადავცემთ სიმბოლურ პრესისას არაფერს, თუმცა ვინაიდან ჯუმბერ ლეჟავა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია და რადგან არის რაღაცნაირად არ ვიცი ნების ყოფის და გამარჯვების სიმბოლო, ძალიან სიმბოლურად მაისურზე ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც 9 წელი იმოგზაურა და ესე მადლობა, მაგარისაც ჩქარი. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ და აბა წარმატებები. გამარჯვებისკენ. წარმატებები. მადლობა ძალიან. ავალ ეხა მეორე მონაწილესთან. მაგას ამოვჭრი.